ტრანსლაცია მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ესე იგი დღევანდელი ვიდეო ეძღვნება იმ ვიდეო ცრულ ბრალდებას, რომელიც მე დამიყენეს, რომელიც დაუყენეს მესიანულ ებრაელებს. სიმართლე გითხრათ, ჩემზე რაც უნდა ის ჩაწერო, მე პრობლემა არ მაქვს, კაცო, მე უბრალოდ არ მინდა მესიანულ მოძრაობას შეეხონ, ის მესიანულ იმ ქრისტიანულ ებრაელებს, ვისაც წამთ იეშუა, ისინი არიან რომ გამოაჩინონ ცუდ კონტექსტში და ცუდ სინათლეში. ამიტომ მე მათ გამო ვაკეთებ ამას შემოგარგებით. ჩემს გამო მე ნამდვილად არ ჩავწერდი ვიდეოს და არც მაქვს ჩემ თავზე ისე წარმოდგენა რომ არ იქა მე როგორ გამიბედეს და ვიდეო მომიძღვნეს. ესე იგი, შალომ მერაბ მანიშმა. ესე იგი, არის ესეთი კონტენტი TikTok-ზე და YouTube-ზე, რომელსაც ქვია ქრისტიანული სიმბოლიზმი, ამ ადამიანმა ბევრი ცრუ ბრალდება წამოაყენა როგორც პროტესტანტულ ეკლესიაზე, ასევე მესიანურ ეკლესიაზე. მან პროტესტანტულ ეკლესიის სწავლებას უწოდა ნაგავის სწავლება. ეს ადამიანი ძალიან მომწონდა ადრე, სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგ რაღაცას აკეთებდა, ძალიან კარგი კონტენტი ჰქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ამ ბავშვმა დაუვლია, რომ ვთქვათ, ბავშვია, მაგრამ ახლა ჩემთან შედარებით ჯერ კიდევ ხლაპია მცხოვრებაში. ხო და მინდა გამოეხმაურო ამ პიროვნებას და უთხრა ესეთი რამე, რომ ძალიან ბინძურ მეთოდებს იყენებს ეს ადამიანი. პროტესტანტულ სწავლებას უწოდებს ნაგავს სწავლებას, პროტესტანტებს უწოდებს რომ ნაგავების მიმდინარეებია. რამბანზე რასაც ამბობს? ხო, რამბანზე რასაც ამბობს ეს ნახევარი სიმართლეა, იმიტომ რომ იუდაიზმი მარტო რამბანით არ განისაზღვრება, ვიტყვი მაგას ყველაფერს. მაგაზე არაა პრობლემა. უბრალოდ მე დავიწყებ ჯერ სულ თავიდან. პირველი ის ამბობს, რომ ისრაელის აღორძინება და თემატიკა, როდესაც ქრისტიანები უჭერენ ისრაელს, ეს არის დისპენსარული თეოლოგიის მოძღვრება და ეს მოდის დარბი და სკოუფილდის ბიბლიიდან. ეს არასწორი ინტერპრეტაცია ამ სწავლების ამის ყველაფრის. იმიტომ რომ პროტესტანტების 90% სკოუფილდის ბიბლიას აღარ იყენებს, არც დარბის ბიბლიას არ იყენებს. ეს ამას მოძველებული ინფორმაცია აქვს ამ ადამიანს. და არც ქრისტიანული სიონისტები ეყნობიან, როგორც ასე ვთქვათ, დისპენსარულ თეოლოგიას. კი არის ნაწილი ქრისტიანობისა, ვისაც დისპენსარულ თეოლოგიას იყენებს, მაგაში ვეთანხმები, მაგრამ ყოველთვის ხვდეთ ტყუილი როგორია, ნახევრად შეჭრილი სიმართლე ეს არის ყველაზე გაყიდვადი ტყუილი. და ხალხი ადვილად იჯერებს ამას ყველაფერს. მაგალითად, რატო არ ენდობიან პროტესტანტები უმეტესობა დარბის ბიბლიას და სკოუფილდის ბიბლიას? მარტო ერთ მაგალითს მოგიყვანე. მაგალითად, დარბის კომენტარებში არის ესეთი რამე. ფარისევლების სიტყვა განმარტა. პრუშიმ. მე რა შენ გეცოდება პრუშიმ, რასაც ნიშნავს, უბრალოდ ხალხს გეტყვით. იესო ქრისტეს დროს იყო პრუშიმები, ანუ იგივე ფარისევლები. ფარისევლობა ეს მიმდინარეობა იყო მაშინდელ იუდაიზმში. არ უნდა გეშლებათ, რომ ფარისევლებმა დღევანდელი დღესო უყურებთ ფარისეულ ადამიანს, ესეთი თვალებით არ უნდა შევხედოთ ჩვენ იმ დროინდელ იესო ქრისტეს დროს ხალხს, იმიტომ რომ მაშინ ამ სიტყვას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა და სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის ებრაული სიტყვა პრუშიმ, ნიშნავს გამოყოფილ ადამიანს. ანუ ფარისევლები ეს იყო, ვინც გამოიყო ხაშმანეების დინასტიას, ხაშმანეების დინასტია მართავდა მაშინ ისრაელს. ეს მაკაბელთა ომების შემდეგ და აქედან გამოხდა გამოყოფა ფარისევლებმა და ამ ფარისევლებმა დააარსეს სინაგოგები, სასწავლებლები და ესე და ასე შემდეგ. ანუ კაი ხალხი იყო ფარისევლები, ეს ქრისტეს დროს უბრალოდ ზოგიერთი რაღაცა მანკიერებად იქცა. და ამიტომ დარბი ამბობს ესეთ რამეს, რომ ფარისევლები ეს არის ადამიანი, ვინცო ფარისევლები ეს არიან მატყუარა ადამიანები და ანუ როგორც ასწავლიან, ისე არ ცხოვრობენ. ეს არის დარბის განმარტება. ეს არასწორი განმარტება და ამას ბევრი კვლევარები მითხრენ, რომ თუ სიტყვა ფარისეველი ნიშნავს გამოყოფილს, მაშინ ეს განმარტება რა შუაში აქვს. ამიტომ დარბის ესეთი ბევრი კაზუსები აქვს თავის კომენტარებში და ამიტომ თანამედროვე პროტესტანტული ეკლესიები მას არ აღიარებენ როგორც
იმათ რა ქვია, რამე ზებუნებრივად. უბრალოდ ერთ-ერთი ქრისტიანული ლიტერატურა და მეტი არაფერი. არის ზოგიერთი იყენებს, ზოგიერთი არ იყენებს. ეს მათ ისა, მაგრამ ეს გვაბრალისო, მე როცა ვთქვი, რომ ქრისტიანები აუცილებლად უნდა უჭერდნენ მხარს ისრაელის აღდგენას და ისრაელის განვითარებას, მე ერთხელ ვიმეორებ, რომ ქრისტიანს ვისაც წამს იესო ქრისტე და ვინც აღიარებს ბიბლიის ავტორიტეტს და ბიბლიის სულიერებას, ის უნდა იყოს ისრაელის მხარეს. არ შეიძლება ქრისტიანს კონდეს სიძულვილი და არ შეიძლება ქრისტიანს კონდეს აუტანობა გინდა ებრაელის, გინდა სომეხის, გინდა აზერბაიჯანელის, გინდა არაბის და გინდა სხვა ეროვნების მიმართ. ეს არის აბსურდი, გამორიცხულია. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგია და ოდესაც ადამიანი ესეთ შუღლს და ესეთ სიძულვილს თესავს, ეს პირდაპირ მიანიშნებს, ეს ადამიანი არის სატანიზმის მსახური. ეს ადამიანი ახლა ქრისტიანული სიმბოლიზმი ჩემთვის ჩვეულებრივი კერპსახული პიროვნებაა. კერპებს ემსახურება ეს ადამიანი. მაგრამ როდესაც ის ყავს მას მსმენელი და ეს მსმენელებს შეყავს შეცდომაში, ამიტომ გადავწყვიტე ეს ჩამეწერა ეს ვიდეო. მე ვწერ ამ ვიდეოს არა იმათ, ვისაც ანტისემიტიზმის სისხლში და გულში აქვს განვითარებული და ვერაფერს ვერ აზროვნებს და ვერაფერს ვერ ხედავს. ეს ვიდეო მინდა მოусმინოს იმ ხალხმა, ვინც უბრალოდ არის ის და შეცდომაშია შეყვანილი. ყველა ამ ხალხისათვის მინდა ეს ვიდეო ჩავწერო. ხო, ეს ბიჭი გვდებს ესეთ ბრალს, რომ პროტესტანტებს უწოდებს ნაგავ თეოლოგიას. ეს მინდა ამაზე მცირე კომენტარი გავაკეთო. ნაგავი თეოლოგია არის ზუსტად შენ რასაც აკეთებ. გამოაქვეყნე ვიდეო და მე დაგისვი შეკითხვა. თუ შენ და დავსვი ესეთი თუ პროტესტანტები ნაგავი არიან, მე ვთქვი, მაშინ რას აკეთებს რუსეთის მართლმადიდებლები, როდესაც ბომბავენ უკრაინას და უკრაინელ მართლმადიდებლურ ეკლესიას და უკრაინული ტაძარი დაანგრეს, დაბომბეს. ამ ადამიანს პირდაპირ კომენტარი დაუწერე. მე ჩაგიგდებთ ამ კომენტარს, თუ საჭირო დარჩება ამ ვიდეოს ქვემოთ. ამ ადამიანმა თქვა, მეო კირილე სატანისტი მსახური კირილესო, სატანის შეპყრობილის კირილესთან რა საქმე მაქვს? მათქვი თუ საქმე არა გაქვს, მაშინ რატო ხართ ევქარისტიულ კავშირში ამ ადამიანთან, მეთქვი. რატო ხართ ევქარისტიულ კავშირში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველი მართლმადიდებლურ ეკლესიასა? თუ ესე იგი შენ ხარ რუსეთის ეკლესიისა ევქარისტიულ კავშირში, ესე იგი შენ მონაწილე ხარ და მხარს უჭერ რუსეთს იმაში, რასაც ის უკრაინაში ბომბავს, ბავშვებს, სკოლებს, ეკლესიებს. უკრაინა არ ბომბავს რუსეთში ეკლესიას, უკრაინა არ ბომბავს რუსეთში არც საბავშვო ბავშვებს, არც სკოლებს. ეს რუსეთი ბომბავს შემოკარგებული მართლმადიდებლობის სახელი. ქრისტიანობის სახელი და ქართველი მართლმადიდებლები ევქარისტიულ კავშირში არიან ამას. მე ვთქვი, მაშინ რატო ეს როგორ გავიგოთ, მე ვთქვი. ეს არ არის ნაგავი თეოლოგია. ამაზე წაშალა ამ ადამიანმა, ამ ბიჭმა ყველა ეს კომენტარი და ამიტომ გადავწყვიტე ეს პოზიცია აქაც მე თქვა თქვენთვის. მე კიდევ ამბობს ესეთ რამეს, რომ ლუთერი იყო ანტისემიტიო, ლუთერი იყო ვისაც ძულდაო ხეიბრებიო, დაავადებული ბავშვები და ისეო და ჩემო მეგობარო, შენ არის რომ პროტესტანტულმა ეკლესიამ ეგ ლუთერის ეს მოსაზრებები რომ დაგმო და უარყო და პროტესტანტული ეკლესია ამას უარი აზიარებს. ხო და ეს პიროვნება დაპატიჟებული იყო დებატებზე, ჩვენმა მეგობრებმა დაპატიჟეს, ამოსულიყო ეს და კიდევ მისი მეორე რო ყავს ერთი ვითომ და თეოლოგი. არ ვიცი სახელგვარი არ მახსოვს, დაპატიჟეს, ამოსულიყო, ხო ხონდა სათქმელი. მაგრამ ამ ადამიანმა არ ამოვიდა. ამ ადამიანმა გადაწყვიტა ასე ვიდეოების ჩაწერა, ესე ჩვენი ვიდეოების ამოჭრა. მე ახლაც ეჭვმეპარება რომ ეს ამოიღებს, ხო, რაზმაძე ამოიღებს ამ ვიდეოებს და ჩემ ვიდეოებსაც ასე ამოიღებს, ხო, ნაწილები დაჭრეს და ეთქვის, აი ასე ლაპარაკობს ესე. მაგრამ ეს ვიდეოები ასეთი გააკეთა და ესეთი ვიდეოებით შემოგვიტია ჩვენ. იმიტომ რომ ადამიანს უბრალოდ ვძულვართ და ვშურვართ. რატო შურთ მართლმადიდებლების 90%-ს პროტესტანტების? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებით გამხელთ თქვენ უწმინდურებას. ჩვენი ცხოვრებით, ქრისტესადმი მიძღვნილებით, ჩვენ პირდაპირ გამხელთ. რომ თქვენ ხართ
არასწორად ცხოვრობთ, თქვენ ჯოჯოხეთში მიდიხართ. ჩვენ ამას გამხელთ ჩვენი სწორი ცხოვრება და ეს თქვენ ვერ იტანთ ამას. გშურთ. ბანელს ზულს სინათლე და ნათელი. ესაა და ეს, მეტი არაფერი. აი, ესაა მთელი თქვენი არსი, სამწუხაროდ. რაც შეეხება ახლა ისრაელთან ანტიქრისტთან დაკავშირებით. როდესაც ისრაელს ამბობენ, რომ იესო ქრისტე მოვა და ის ანტიქრისტე მოიყვანს ებრაელები და ტაძარს ააშენებენ და ესე და ასე. და მოიყვანა მაიმონიდის პრინციპი დაწერილი ტექსტი, სადაც მაიმონიდი წერს, რომ მე მჯერავს წამს, რომ მასიახი, რომელიც მოვა, ის აღადგენს ტაძარს. ეს მაიმონიდის რწმენა იყო. მაიმონიდის ესე წამდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იუდაიზმი მას ეთანხმება მთლიანობაში. მე არ არა რომ დიდი ფიგურაა. შენ ძმაო არ იცი იუდაიზმი რას ნიშნავს, საერთოდ ნუ ჩაერევი მას იუდაიზმის სწავლებაში, რომ ვერაფერს ვერც თავს გაიგებ და ვერც ბოლოს. ჯერ მართლმადიდებლებს ვერც თავი და ბოლო გაგიგე და ახლა იუდაიზმს ეპოტიმები. არ გირჩევ მეგობარო. აი მას ჩემი რჩევა რომ არ შეხვიდე მაგრამ თუ შეხვარ უფრო მეცოდები კიდევ. რაც შეეხება მაიმონიდის ამბავს. ისრაელში მაიმონიდი ჩემო მეგობარო კი ძალიან კარგი პიროვნებად მიაჩნიათ, დიდებულ პიროვნებად მიაჩნიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას ყველაფერი შეთანხმებია. ძალიან მცირე დაჯგუფება ისრაელში, ვინც ამბობს რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ტაძარი და მას შეახი უნდა მოვიყვანოთ. მაგრამ უმეტესობას ისრაელში სამთ როდესაც ტაძარი აშენდება მაშინ ტაძარი კი არ აშენდება, ხალხი კი არ ააშენებს ტაძარს, არამედ ის მესია რომელიც მოვა ზეციდან, ის ჩამოიტანს ზეციდან ტაძარს. და ამის წამს უმეტესობა 70-80% ებრაელი, მოწმუნე ებრაელებს. რატო წამს ახლა გეტყვი 67 წელს როდესაც იერუსალიმი დაიბრუნდა ზეციდან ჩამო ანტიქრისტე, აი მაშინ შემ ელოდე მაგ ანტიქრისტეში. ზეციდან თუ ჩამო ანტიქრისტე, აი მაშინ. 67 წელს როდესაც იერუსალიმი დაიბრუნა ისრაელმა კონტროლი დააბრუნა, მთელი იერუსალიმი შემოbruna და გახდა ისრაელის ნაწილი. მაშინ მათ ჰქონდათ სრული უფლება მეჩეთი დაენგრიათ და აეშენებიათ ტაძარი, მაგრამ არ გააკეთეს. არამედ აიღეს ეს ალიაქსის მეჩეთი და იორდანიის სამეფოს მიწეს განკარგულებაში. აჩუქეს პროსტო ებრაელებმა. იმიტომ რომ ებრაელები არ არიან დაინტერესებული ტაძრის აშენებაში. მათ სულ სხვანაირად წამთ. ესე წამშვენ, ანუ ისრაელის 80% მოსახლეობა ვინც არის არ ელოდება რომ ტაძარს თვითონ ააშენებენ და მესია მოვა და ან ტაძარს ააშენებს. ამას არ ელოდებენ. მაიმონიდის ამ პოზიციას არ იზიარეს. მაიმონიდის ამ პოზიციას არ იზიარეს არც რაში უდიდესი კომენტარი რაბი შლომო იცხააკი. უდიდესი კომენტატორია თოვლის ითვლება ყველაზე დიდი კომენტატორი. ის არ იზიარებს ის ამას რომ მესია რომელიც მოვა ის ჩამოიტანს ზეციდან ტაძარს. ასე რომ ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მთავარია ჩვენი ცნებები შევასრულოთ რაც გვაქვს. ეხლა რაც შეეხება რატო ვერ მოხდება ტაძრის აღდგენა და რა კრიტერიუმები არსებობს ამის რომ რატო ვერ მოხდება ტაძრის აღდგენა. არის სამი უდიდესი მიზეზი და პრობლემა დღევანდელ ისრაელში თუ რატო ვერ მოხდება ტაძრის აშენება. პირველი მიზეზი ტაძარი უაშენეს, ამისათვის საჭიროა მღვდელმთავარი, რომელიც მოდის აარონის ხაზიდან. აარონის ნათესავი უნდა იყოს. აარონის ხაზი დაკარგულია ლევიტელთა ხაზი, აარონის შთამომავალი, ეს დაკარგულია, ამიტომ მღვდელმთავარი ვერ იქნება. მეორე მიზეზი რაც არის, ეს არის ის, რომ ტაძრის აშენებას უაშენება ის უნდა განიწმინდოს წითური ხბოს მსხვერპლით. მაგრამ წითური ხბო რო გაჩნდეს ბუნებრივი გზით, სელექციური გზით გამოყვანილი არ შეიძლება, ეს უნდა იყოს ბუნებრივი გზით გამოყვანილი, ანუ ბუნებაში უნდა გაჩნდეს და არა გენეტიკურად გამოყვანილი, იმიტომ რომ არ აღიარებენ სინედრიონი არ აღიარებს გენეტიკურად გამოყვანილ წითურ ხბოს
ისიც რომ დაიკლას, ამას ჭირდება მღვდელმთავარი. რომ ეს ჩაითვალოს. ამიტომაც ეს გამორიცხულია. და მესამე მიზეზი, რომელიც არის, ეს არის ის მიზეზი, რომ მღვდელმთავრის არჩევა რომ მოხდეს, ამას ჭირდება დიდი სინედრიონი. და ამ სინედრიონს რომ დამტკიცდეს, ამასაც კიდევ ჭირდება მღვდელმთავარი. ანუ ხვდებით, ყველაფერი მიდის ისევე მღვდელმთავართან, მღვდელმთავარი რომელიც არ არსებობს, რადგან მღვდელმთავარი არის უკვე იესო ქრისტე, ერთადერთი და ჭეშმარიტი. დაამთავრდა ეს მღვდელობის ინსტიტუტები, დაამთავრდა. და ამიტომაც ისრაელში ვერანაირად ვერ მოხდება ტაძრის აშენება. რომც მოინდომონ ებრაელებმა ავაშენებთო, ვერ ააშენებენ. ეს სამი მიზეზი, რომელიც თორის კანონების მიხედვით შეიძლება ესე. მივიდა მე თქვა, ამ პიროვნების მიმართ ჩავწერე ეს ვიდეო, თუ ეს პიროვნება მზად არის ამ თემაზე, ისრაელის თემაზე მელაპარაკოს, არაა პრობლემა, კვირას მექნება ლაივი 6 საათზე და ამოვიდეს ჩემი დამთავრების თემის შემდეგ, სადღაც 7 საათზე დავამთავრებ ალბათ. ამოვიდეს და გავესაუბრები ამ ქრისტიანულ სიმბოლოს. მე ახლა მეტი კაი რა უთხრა ამ ადამიანს. მე აუხსი განმარტებას, რატო არ ვენდობი სკოუფილდის ბიბლიას, რატო არ ვენდობი დისპენსიარულ თეოლოგიასაც და რატო არ მივზებ და დისპენსიარული თეოლოგიის გარეშე და სკოუფილდის და დარბის ბიბლიის გარეშე მე ისედაც ვარ ისრაელის მხარდამჭერი, იმიტომ რომ ამას წმინდა წერილები ამბობს, თვითონ ბიბლია ამბობს. და ბიბლია არის ერთადერთი და ჭეშმარიტი უშეცდომო ავტორიტეტი. ავტორიტეტი ეკლესიაც აქვს, მაგრამ უშეცდომო ეკლესია არ არის. ეკლესია რო შეცდარია, ამას გამოცხადების წიგნი გიდასტურებს. აქ მეტი არაფერი არ უნდა.